დავით მოგესალმებით. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. თეთრი ხიდი ვიცანით კადრში. დიახ, დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ ეკა, დილამშვიდობისა გიორგი და დილამშვიდობისა საქართველო. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყოფებით ქუთაისში თეთრ ხიდზე. ეს არის, რა ვიცი, ყველაზე საყვარელი ადგილი ქუთაისელებისათვის და მე ვფიქრობ, ყველა კარგი ქართველისათვის. ჯერ ეს ერთი მდგავარ ხიდზე, რომლის ფუნდამენტი არის მე-14 საუკუნის, თავად ხიდი მე-18 საუკუნის, მუაჯირი ლონდონიდან ჩამოიტანეს მე-19 საუკუნეში, ასე რომ მართლა ისტორიული ადგილია. თან ძალიან ლამაზი ადგილია და მიმზიდველი შიდა ტურიზმისთვის განსაკუთრებით, ვისაც ქართული ფილმები უყვარს, პიკასოს ბიჭი ალბათ. პიკასოს ბიჭი, რომელიც გააკეთა შესანიშნავმა ადამიანმა, მერაბ ქაჯაიამ, იგივე პიკასომ, მისი გაკეთებული არის ისაც. კი, მერაბ ქაჯაიას იდეა იყო და ისევე როგორც ბევრი რაღაც ჩვენ ქალაქში და სწორედ ეს ბრინჯაოში გავაცოცხლეთ ის ადგილი, სადაც დოდო აბაშიძეს და გენიალურ სახელს. აი ზუსტად ამ კადრებს ახლა უყურებთ ფილმიდან. ჩვენ პირდაპირ ეთერში საუბრობთ როცა ხდება, ზუსტად ეს არის აღებული და ისტორიული თეთრი ქვები კიდე ასევე და ზოგადად ხიდებს აქვს ძალიან დიდი ისტორია. ჩვენს ქალაქში ახლა ამ ხიდზე მოგიყევით, აქვე არის წითელი ხიდი, აქეთ წითელი ხიდის მერე არის ჭვის ხიდი. წითელი ხიდი არის პარიზიდან ჩამოტანილი და დაკავშირებულია პარიზელ არქიტექტორთან მისი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, ხოლო აქედან არ ჩანს ეს რუსთაველის ხიდი, უფრო თანამედროვეა. რუსთაველის წითელი ხიდის შემდეგ არის ჯაჭვის ხიდი, რომელიც არის უძველესი და ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი გახდათ თავის დროზე რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში. აქვე არის ოქროს ჩარდახი, იმერეთის მეფეები, სადაც იჯდნენ სოლომონ მეორე, არ არის მდიდრული იმერელი მეფეები, არ იყვნენ მდიდრები, იყო ესეთი რეზიდენცია და ზოგადად ძალიან ბევრი ისტორია უკავშირდება. საკმარისია დაადგე ერთ ადგილზე ქუთაისში და გახედო აქ ბესტარიონ გაბაშვილის პარკია, სადაც ბესიკის უკავშირდება მწერას. აი სადაც არ გაიხედა, ყველაფერი რაღაცას უკავშირდება, რაღაც გალაქტიონს, აკაკი წერეთელს, ნიკო ნიკოლაძეს, ყველა სახლი, ყველა შენობა, ყველა ქვა შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ადგილი ისტორია, რომელიც გულგრილს არტოვებს არსებს სტუმარს. დავით, ესეთი საოცარი ექსკურსია გვაქვს თქვენი დახმარებით დღეს დილიდან ქუთაისში, რაც ძალიან გვახარებს. ამინდიც მშვენიერია, ქარი ავდა. მე მგონი ეს ქარი ცოტა ჩადგა ამ დროისთვის და ქუთაისი იღვიძებს, ხალხი გამოჩნდა კარში. კი, ჩადგა უკვე ქარი. ეს ხიდი არ არის სამანქანო ხიდი, ძირითადად დადიან ველოსიპედებით და ქვეითებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ველოსიპედით კიდე გაიარა ადამიანმა. დავით მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. რა არის აბა მესამე ლოკაცია, რა ადგილს გაგვაცნობთ ქუთაისიდან? დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ ეკა გიორგი, დილამშვიდობისა საქართველო. ჩვენი შემდეგი ლოკაცია არის ასევე ქალაქის ისტორიული ადგილი. ეს გახლავთ წმინდანინოს ქუჩა და ვიმყოფებით წმინდანინოს სასწავლებელთან. ესეც არის უძველესი სასწავლებელი მე-19 საუკუნის. თუკი ჩვენ ვაშთა გიმნაზია გვქონდა პირველი სკოლა, სადაც თავიდან ჩავერთეთ, სადაც სწავლობდა აკაკი წერეთელი, პავლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ვლადიმერ მაიაკოვსკი და არ ვიცი რამდენი გვარი. ეს არის ქალთა სასწავლებელი გახდათ, შემდეგ უკვე ვაშთად გადაკეთა და ვაშთა და ქალთა ასე ვთქვათ. თავიდან იყო მხოლოდ ქალთა და აქ მაშინ სწავლობდნენ ანა კალანდაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, აქ ბატონი რეზო ჩხეიძის ფოტოც არის, მოგვიანებით რეზო ჩხეიძე სწავლობდა და რა ვიცი, ძალიან ბევრი სახელოვანი ადამიანი სწავლობდა ამ სკოლაში. ქუთაისში არის 7 სკოლა ისეთი, სადაც აი ზოგან გალაქტიონი, ზოგან მეორე სკოლაში მაგალითად კონსტანტინე გამსახურდია, ყველა სკოლა რაღაცას უკავშირდება ქუთაისში, ძალიან მნიშვნელოვანია. და გიმნაზისტას ძეგლს ხედავთ კადრში. დიახ, აი, მთავარი რის გამოც მე აქ მოვედი, ეკა მართალი ხარ, ეს არის გიმნაზისტკას ძეგლი. გიმნაზისტკა გახლავთ ალექსანდრა ჩიქოვანი არის ბრინჯაოში, ასე ვთქვათ, გაცოცხლებული. ეს უკავშირდება გვირილობის დღესასწაულს. გვირილობა მოგეხსენებათ, რომელიც ასევე ქალაქობის დღესასწაულთან არის ასოცირებული. ეს იყო, ასე ვთქვათ, ევროპაში საკმაოდ გავრცელებული გვირილობის დღესასწაული, რომელიც დღემდე არის შემორჩენილი მისი ემბლემა გვირილა, ეს გახლავთ ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები. მაშინდელი ჭლექის, იგივე ტუბერკულოზის
თან დაკავშირებით წმინდანინოს სასწავლებლის გოგონები, გიმნაზისტკები, ბანოვანები ყოველ 2 მაისს გამოდიოდნენ ქუჩაში სიმბოლურად კალათებით ჰქონდათ გვირილები, როგორც აქ ამ ძეგლში არის წარმოდგენილი და მამაკაცები ყიდულობდნენ მას ყიდულობდნენ გვირილებს სიმბოლურად, ხოლო შემოსული თანხით ისინი ტუბერკულოზით დაავადებულ და მათ ოჯახებს ეხმარებოდნენ, იმიტომ რომ ასეთი ტიპის ადამიანები როგორც წესი იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და მათ ეხმარებოდნენ. ანუ ეს გვირილობის დღესასწაული იყო ევროპაში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში ყველგან აღინიშნებოდა და მთელ ევროპაში მხოლოდ ქუთაისში შემორჩა. ეს არ არის ნამდვილად რაღაც გაზვიადებული ქუთაისური ნათქვამი, ამაზე გერმანელებიც დაინტერესეს, სხვა შორის დამიკავშირდა ერთ-ერთი ქართველი რეჟისორი, რომელმაც გითხრა რომ ამ ისტორიები მოვიძიოთ და გერმანელებს სურთ ეხა დოკუმენტური ფილმი გადაიღონ ამ გვირილობაზე, რომელიც ევროპაში მხოლოდ საქართველოში და ქუთაისში შემორჩა. ამ ხრივ ძალიან საინტერესო ეს ისტორია. ეს ქუჩა არის ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრი რაღაცის გამო. აქ არის მონპლეზირის თაღი, სადაც ფრანგი ძმები პირველი კინოთეატრი გახდათ, ერთ-ერთი სადაც ფრანგულ ფილმებს უშვებდნენ. ეს არ არის ქართული ფილმზე საუბარი, ქართული ფილმი მე მოგვიანებით გავიდა რადიუმთან, ეს ადგილია. აქვე არის აფთიაქი, სადაც პროვიზორად მუშაობდა მიტროფანე ლაღიძე და შვენიერია. და სწორედ მიტროფანე ლაღიძე აქ გამოიგონა ლაღიძის წყლები, შექმნა და შემდეგ როგორც აკამორჩილაძე წერს თავის ერთ ნაწარმოებში, სწორედ ქუთაისიდან დააგორა თავისი კასრები მიტროფანე ლაღიძემ და ჩამოიტანა თბილისში და ამის შემდეგ არის უკვე თბილისური, ასე ვთქვათ, კოლორიტი და ემბლემა, რაც ლაღიძის წყლებია, როცა დღეს საუბრობენ დაუბრუნოთ ლაღიძის წყლები თბილისს, ეს ლაღიძის წყლები სხვა შორის ქუთაისიდან არის წამოსული. უღრესი მადლობა ამ ექსკურსიისთვის, ამომწურავი იყავი და რა ვიცი, ყოვლის მომცველი. სრულიად ქუთაისი მოიცავე ამ სამ ჩართვაში, რისთვისაც მართლა განსაკუთრებული მადლობა. ეხლა კი გითხარი, როგორ ამინცკპირდებიან სინოპტიკოსები. კი ბატონო, მე აგერ დავჯდები გიმნაზისტკასთან და გამოვაცხადებ. თელ საქართველოს გამოვუცხადებ ამინც. დღეს ბათუმში +13 გრადუსი იქნება, ხოლო ფოთში +12 გრადუსი, 13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი სოხუმში, ზუგდიდში ცაერი 13 გრადუსამდე გათბება, 6 გრადუსი სითბო იქნება ახალციხეში. +10 გრადუსია მოსალოდნელი ჩემს საყვარელ ქუთაისში, ლენტეხსა და ცაგერში +8, ამროლაურში კი +6 გრადუსია ნავარაუდევი, 2 გრადუსი სითბო იქნება ცხინვალში, გორში +4 გრადუსია მოსალოდნელი, 4 გრადუსამდე გათბება ჰაერი, თბილისსა და რუსთავშიც. თელავში +1, სიღნაღში 0, ხოლო ყვარელში +3 გრადუსია ნავარაუდევი, როგორც მივხვდით და ამიდის პროგნოზიდან ვგებულობ, თელ საქართველოში არის სითბო, არ არის ყინვა, ქარით ჩადგა, ქარიან ქუთაისში, მზემაც გამოანათა, არაჩვეულებრივი ამინდია და ასეთი განწყობით, გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და დიდი მადლობა რუსთავი. ძალიან დიდი მადლობა დავით. სრულიად ქუთაის მოკითხვა ჩვენიდან და რა ვიცი, საუკეთესო დღეს გისურვებთ. ხშირად ჩამოვალთ ჩვენ ქუთაისში, პირობას ვდევთ.